პირველი იანვრიდან კანონის შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ ეტაპობრივად ძალაში შედის. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად პირველ ეტაპზე ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება. ცხოველის ავადობის შემთხვევაში ის გადაიყვანოს შესაბამის დაწესებულებაში. დაკბენა, დაკაწვრა, დადორბლის შემთხვევაში უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის მეთვალყურეობა იზოლირებულად. საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება. აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანი. ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის სრულად ამოქმედების ვადა 2026 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, რამდენიმე თვეა მოქმედებს. განსაკუთრებული აქტიურობა კი ამ მიმართულებით ახალი წლიდან დაიწყება. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება საპილოტო პროგრამა. საპილოტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 4.833.500 ლარი და ამ ეტაპზე ეს პროგრამა ხორციელდება იმერეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონებში და კონკრეტულად იმერეთიდან ჩვენი ქალაქიც მოხვდა ამ პროგრამაში, მაგრამ პროგრამა მიდის ძალიან ბევრი გადაცდომებით, აქტიურად გვაქვს პარლამენტთან კავშირი, საპარლამენტო წარმომადგენლობასთან აქტიურად ვაწვდით ცხოველთა დამცველები ინფორმაციას, რა არის გამოსასწორებელი და იმეც ვიტოვებ, რომ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯება და შედეგიც ძალიან მალე დაეტყობა არა მარტო ჩვენს ქალაქს, არამედ მთელ ჩვენ ქვეყანას. ჯანსაღი ნიადაგი ჯანსაღი ქალაქებისთვის. ასეთია 2025 წლის ნიადაგის მსოფლიო დღის გზავნილი, რომელიც ყურადღებას ურბანულ გარემოში ნიადაგის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოში ნიადაგმცოდნეობის განვითარებას და ახალგაზრდა სპეციალისტების მოტივაციის გაზრდას ემსახურება. ნიადაგის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2014 წლიდან აღინიშნება. ნიადაგების დაცვას და ნაყოფიერების შენარჩუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ზოგადად სოფლის მეურნეობაში, ისე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პროდუქტიულობის ამაღლება და მეტი შედეგის მიღწევა. როგორც წარმოების, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს და ვიმედოვნებთ ეს დღე გამოვიყენოთ იმისათვის, რათა ავამაღლოთ ნიადაგით მოსარგებლეთა ცნობიერება, ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ყურადღება იქნეს გამახვილებული ნიადაგებთან მიმართებაში, ვინაიდან ბოლო მიმდინარე მოვლენებმა, რაც უკავშირდება გლობალურ დათბობას, კლიმატის ცვლილებებს, ინდუსტრიალიზაციას, დაბინძურებას, ყველაზე სავალალო მდგომარეობაში აგდებს ნიადაგებს და მოგეხსენებათ, ნიადაგები არის საცოცხლოდ მნიშვნელოვანი კაცობრიობის განვითარებისთვის და ზოგადად დედამიწაზე ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა უწყებამ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილოს, რათა ჩვენ მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ ნიადაგები და მათი ნაყოფიერება. გაეროს 68-ვე ასამბლეაზე დააწესდა ეს დღე და ყოველწლიურად გაერო ადგენს სლოგანს, რომელიც იმ წლის სლოგანი არის. წლევანდელი სლოგანი გახლდათ ნიადაგი ურბანულ ქალაქებში და ამ მიზნით ჩვენმა ცენტრმა გამოაცხადა ფოტოკონკურსი სტუდენტებისათვის და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ პროფესიის წარმომადგენელს შეეძლო წარმოედგინა ფოტო და აღნიშნული ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონიაც იმართა დღეს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო, ასე მეტი განაცხადი იყო შემოსული და რაც ყველაზე მეტად აღმართოვანებელი არის, რომ დღევანდელ დღეს დაჯილდოვდნენ ასევე ახალგაზრდები, რომლებმაც მიიღეს პროფესორ თენგიზ ურუშაძის სახელობის, ასე ვთქვათ, სიგელი, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ბატონ თენგიზ ურუშაძის ჯილდოს მფლობელი, რადგან ჩვენ როგორც ყველამ ვიცით, უდიდესია მისი ღვაწლი საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში. მე პირადად პირველივე კურსიდან დასაქმებული ვარ ამ განხრით ლაბორატორიაში. ვატარებთ ნიადაგის კვლევებს, აგროქიმიურ ცდებს და ასე რომ ვთქვათ, ეს ჩემთვის ერთგვარი სტიმული იქნება ალბათ სამომავლოდ პროფესიული განვითარებისათვის და ჩემი სიტყვის ბოლოს მინდა ვთქვა უწმინდესი სიტყვები, რომ ხშირად ვიურთიერთოთ ნიადაგთან, რადგან ნიადაგთან ურთიერთობა კურნავს ადამიანს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი იქნა დაკავებული. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლებიც. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოსაშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. სამართალ დამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი. მათ შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა. ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ. სამართალ დამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების შეკრის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მივტკიცებათ ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა PVP, MDMA, მეთადონი, სუბოტექსი, ბუპრენორფინი, პრეგაბალინი, ლირიკა და მარიხუანა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია თესასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია, 260 კვარტა და 271 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგურებულია უპრეცედენტო რაოდენობის 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, საბაზრო ღირებულებით 19 მილიონი ლარი. საფუძველი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება. ნარკოსაშუალებების საექსპორტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალ ტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოს დაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივ მოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ გენერალური პროკურატურისა და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სპეციალურად მოწყობილ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ ნადგურდება. ბრძანების შექმნილმა მუდმივ მოქმედებმა კომისიამ სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებას ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. ნარკოტიკული ნივთიერებების განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ უზრუნველყოფს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი. ასევე მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მოცემულ შემთხვევაში განადგურდა სასამართლოს კანონიერებზედა შესული განაჩენის საფუძველზე ამოღებული რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც რა თქმა უნდა შემდგომშიც გაგრძელდება. მინდა განვაცხადო, რომ პროკურატურას აქვს კაცრი პოზიცია ნარკოტიკული საშუალებების გამსაგებლებისა და ხელშემწყობების მიმართ, რაც გაგრძელდება ასევე მომავალში.